მოგესალმებით. ევროკავშირის ორმაგი სტანდარტები საქართველოში ძალიან კარგად გვაქვს გამოსდილი და უკვე იმუნიტეტიც კი გამოიმუშავა მოსახლეობის უმრავლესობა. ყველაფერი უკვე იქამდე მიიყვანეს ბრიუსელის ბიუროკრატიამ და ევროკრატებმა, რომ მათ ნათქვამს მოსახლეობის უმრავლესობისთვის ჩალის ფასი აქვს. თუმცა, როგორც ჩანს, Deep State-ის მიერ მართული ევრობიუროკრატია არაპირებს ორმაგ სტანდარტებზე შეჩერებას და ხშირად სამმაგ და კიდევ უფრო მეტმაგ სტანდარტს გვთავაზობენ და ეს უკრაინასთან მიმართებით ძალიან ნათლად ჩანს ხოლმე. პრინციპში უკრაინის ომმა და მთლიანობაში ბრიუსელისა და კიევის ურთიერთობებმა აჩვენა, რომ ფონ დერ ლაიენისა და მისი ევროკომისრებისთვის სულ ერთია როგორია ობიექტური რეალობა. ასევე სულ ერთია მათივე მოსახლეობის ინტერესი. მთავარია დაკვეთა რა იქნება. დაკვეთა კი Deep State-ისგან, ანუ არაფორმალური ოლიგარქიული მმართველობისგან მოდის და უკრაინაში ომის გახანგრძლივებაა. დღეს ბრიუსელში არავინ იმჩნევს იმას, რომ უკრაინის პრეზიდენტ ზელენსკის ვადა გაუვიდა. მას ვადა კონსტიტუციის მიხედვით ხომ გაუვიდა და გაუვიდა, მაგრამ ზელენსკის ვადა გაუვიდა როგორც იმ მსახიობს, რომლისთვისაც როლი შეიქმნა. უკრაინაში გამსხლარი კორუფციული სკანდალიც იმის დასტურია, რომ ზელენსკის გარდა იმ მითსაც გაუვიდა ვადა, თითქოს ზელენსკი გმირია, რომელიც უკრაინის უკეთესი მომავლისთვის იბრძვის. მთლიანობაში კი კიევური მაიდანის პროექტი არის ვადაგასული, მაგრამ ფრიდრიხ მერცი, ემანუელ მაკრონი, კირ სტარმერი, ურსულა ფონ დერ ლაიენი, კაია კალასი და სხვები ამას ვერ და არ ხედავენ. ბრიუსელის ბიუროკრატია, ანუ ევროკრატები ასრულებენ Deep State-ის, ანუ არაფორმალური ოლიგარქიული მმართველობის დაკვეთებს. დაკვეთა არის ევროპულ იდენტობასთან ბრძოლა, ევროკავშირის პოლიტიკურად და ეკონომიკურად დასუსტება. საამისოდ გამოიყენება არალეგალური მიგრაცია, LGBT იდეოლოგია, ქრისტიანობასთან და ტრადიციულ ღირებულებებთან ბრძოლა. თან ეს ყველაფერი უკვე ღიად, ლამის საკანონმდებლო დონეზე მიმდინარეობს. ევროკავშირის პოლიტიკურ დასუსტებაში იგულისხმება ისიც, რომ ევროკავშირის იმიჯი და რეპუტაცია შეილახოს. ევროკავშირის იმიჯი და რეპუტაცია კი მაშინ ილახება, როდესაც ევროკრატები Deep State-ის დაკვეთებს ასრულებენ. ბრიუსელის მარიონეტები დაკვეთის მიხედვით ადგენენ პოლიტიკურ წესებს. ეს წესები კი ყველასთვის განსხვავდება. მაგალითად, უკრაინაში ვერც კორუფციულ სკანდალს ხედავენ, ვერც ადამიანის უფლებების დარღვევას, ვერც სიტყვის თავისუფლებასთან ბრძოლას, ვერც დემოკრატიის უკუსვლას. ყველაფერი ეს კი იმიტომ, რომ როგორც ბრიუსელის ბიუროკრატია ამბობს, უკრაინა მათი თავისუფლებისთვის იბრძვის. სწორედ ამის გამო მოხდა, რომ ევროკომისიამ უკრაინისა და მოლდოვის შეფასების დოკუმენტიდან ამოიღო მუხლები კორუფციასა და ადამიანის უფლებებზე. უკრაინის შემთხვევაში საერთოდ არ არის ჩანაწერი კორუფციისა და ადამიანის ფუნდამენტური უფლებების დარღვევის მხრივ არსებულ მდგომარეობაზე. სხვა ქვეყნების შემთხვევაში მიმოხილულია 6-ვე თავი. უკრაინას კი მხოლოდ 4 თავი ეძღვნება. აი ასე მოკლედ და მარტივად, როდესაც ქვეყნის ხელისუფლება Deep State-ის, ანუ არაფორმალური ოლიგარქიული მმართველობის დაკვეთებს ასრულებს, ყველაფერი ეპატიება. თუნდაც ასობით მილიონი დოლარი მოიპაროს, მაინც არ აუშავს. ევრობიუროკრატია ასეთ ხელისუფლებას მაინც მილიარდებს მისცემს. თავად ბრიუსელს სესხს ააღებინებს ევროპელი მოსახლეობის ხარჯზე. სესხის პროცენტსაც გადაახტევინებს, მაგრამ ფავორიტს ამ შემთხვევაში ვადაგასულ ზელენსკის მაინც მილიარდებს მისცემს. ევრობიუროკრატია არათუ უკრაინის კორუფციის სკანდალს არ იმჩნევს, არამედ ყველას ებრძვის, ვინც ამ კორუფციაზე ხმამაღლა საუბრობს. მათ შორის მოხვდა უკრაინელი ჟურნალისტი დიანა პანჩენკო. ბედის ირონიით, ერთადერთი, ვინც უკრაინაში კორუფციული სკანდალის გამო ევროკავშირმა დაასანქცირა, ისევ დიანა პანჩენკოა. ისიც იმიტომ, რომ სწორედ ამ კორუფციულ სქემას იძიებდა და ზელენსკის ვადაგასულ ხელისუფლებას ამხელდა. ევროკავშირის მიერ დასანქცირებული უკრაინელი ჟურნალისტის შესახებ ნახეთ ანი ნადირაშვილის სიუჟეტი. Европейский Союз ввел против меня санкции. ევროკავშირმა ჩემს წინააღმდეგ სანქციები დააწესა. ბრიუსელმა უკრაინის მოქალაქე, უკრაინაში დაბადებული დიანა პანჩენკო დაასანქცირა. ის პირველი უკრაინელი არ არის, ვინც სანქციების ქვეშ მოხვდა. თუმცა ის პირველი ჟურნალისტია, რომელსაც სანქციები შეეხო. პანჩენკო პირველ პრეცედენტს ქმნის. ის პროფესიით პირველი ჟურნალისტია, ვინც ევროკრატების შავსიაში ხვდება. სანქცია ეფუძნება მის საჯარო გამონათქვამებს და სოციალურ ქსელში კონტენტს. ბრიუსელის ოფიციალურ დოკუმენტში წერია. დიანა პანჩენკო არის უკრაინაში დაბადებული ჟურნალისტი და პროპაგანდისტი. ის ქმნის და ავრცელებს ანტიუკრაინულ, პრორუსულ და ანტინატო ნარატივებს. თავის ვიდეოებში ის განზრახბაცავს საინფორმაციო გადაცემების ფორმატებს, რათა კრემლის ნარატივებს ლეგიტიმაცია მისცეს.
დოკუმენტის მიხედვით ის ქმნის და ავრცელებს ანტიუკრაინულ, პრორუსულ და ანტინატო ნარატივებს. ინფორმაციას იყენებს ისე, რომ უკრაინის ხელისუფლება არალეგიტიმურად წარმოაჩინოს. იყენებს ახალი ამბების ფორმატს კრემლის ნარატივების ლეგიტიმაციისთვის. დოკუმენტი შეფასებითია. კონკრეტული მაგალითები, ციტატები, ვიდეოები, სადაც დეზინფორმაცია ან პროპაგანდაა გადმოცემული, მოცემული არ არის. პირველად ისტორიაში ჟურნალისტი დაისაჯა არა ცრუ ფაქტის გამო, არამედ ნარატივისთვის. თუმცა ოფიციალურად სანქცია ფორმულირდება როგორც ჰიბრიდული გავლენა, მაგრამ შინაარსობრივად საუბარია პოზიციაზე, ნარატივზე და არა გადამოწმებად ტყუილზე. საინტერესოა, რომ დიანა პანჩენკოს ევროკავშირი ცალკე პაკეტით კი არ დაასანქცირებს, ცვლილებები ძველში შეაქვს. 2025 წლის ოქტომბერში სტრასბურგი რუსეთის წინააღმდეგ სანქციების რიგით მე-19 პაკეტს გამოსცემს. ფოკუსს აკეთებს ეკონომიკაზე, ენერგეტიკაზე, კომპანიებზე, ლოჯისტიკაზე, რუსულ კაპიტალზე. დეკემბერში კი მე-19 პაკეტს დამატებით სიას ამატებს. სია უკვე ჰიბრიდულ და საინფორმაციო საფრთხეებს ეხება. ევროჩინოვნიკებს ახალი პაკეტი კი არ გამოაქვთ, ძველს აფართოებენ, რადგან ახალი რომ მიიღოს, ახალი პოლიტიკური პროცედურა უნდა წამოიწყოს. ცალკე პაკეტს სჭირდება საკითხის შეტანა ევროკავშირის საბჭოს დღის წესრიგში, პოლიტიკური დებატების გამართვა წევრ ქვეყნებთან, საკითხის ყველასთან შეთანხმება, ოფიციალური სხდომის ჩანიშვნა. რა თქმა უნდა, ეს არის ხმაურიანი, ნელი და პოლიტიკურად მძიმე პროცესი. ამიტომაც ოფიციალურ პროცედურებს შავი ხვრელები უპოვეს. ამ შემთხვევაშიც უკვე არსებობდა მე-19 პაკეტის სამართლებრივი ჩარჩო. უკვე დამტკიცებული იყო ჰიბრიდული საფრთხეების მიმართულება. საბჭომ უბრალოდ ტექნიკური სამუშაო ჩაატარა, ახალი პირები დაამატა, ახალი დებატები და ახალი პოლიტიკური შეთანხმება საჭირო აღარ გახდა. და ახლა უკვე შეიძლება ყველაფერს თავისი ნამდვილი სახელი დავარქვათ. ის მომაბეზრებელი ბიუროკრატიული ენა კი მთელი ეს ბოდვა ღირებულებებზე, დემოკრატიაზე საბოლოოდ შეიძლება ისტორიის ნაგავ საყრელზე მოვისროლოთ. დემოკრატია და თავისუფალი სიტყვა არსად არ არის. ეს უკრაინელი ჟურნალისტის პასუხია. ამ ისტორიაში ბევრი რამ არა მხოლოდ სახიფათოდ ჟღერს, არამედ სახიფათო კითხვებსაც აჩენს. თუ ეს ტექნიკური გადაწყვეტილებაა, ვინ იღებს პოლიტიკურ პასუხისმგებლობას? სად გადის ზღვარი ჰიბრიდულ საფრთხესა და განსხვავებულ პოლიტიკურ პოზიციას შორის? შეიძლება თუ არა, რომ ეს მექანიზმი მომავალში ნებისმიერი კრიტიკული ჟურნალისტის წინააღმდეგ გამოიყენოს. ამერიკის ეროვნული უსაფრთხოების ყოფილი მრჩეველი მაიკ ფლინი პანჩენკოს დასანქცირებას ტირანიას უწოდებს და უკრაინაში გამეფებულ კორუფციას უკავშირებს. ევროკავშირმა დაასანქცირა მამაცი უკრაინელი ჟურნალისტი და ახალგაზრდა დედა, ახალგაზრდა ქალი, რომელიც გამბედავად ამხელს კორუფციას და მშვიდობისკენ მოუწოდებს. მათ არ დაუწესებიათ სანქციები ზელენსკისთვის ან მისი კორუმპირებული უახლოესი გარემოცვისთვის, რომლებმაც მილიარდები მოიპარეს. ეს ტირანია მისი ყველაზე სუფთა ფორმით. ჰოლანდიელი პოლიტიკოსი და ევროპარლამენტის ყოფილი წევრი რობ რუსი ფლინის პოსტს აკომენტარებს და ბრიუსელს ჩრდილოეთ კორეას ადარებს. ევროკავშირი ევროპა არ არის. ის სულ უფრო და უფრო ემსგავსება ჩრდილოეთ კორეას. ნორვეგიის სამხრეთ-აღმოსავლეთის უნივერსიტეტის პროფესორი გლენ დისენი გაკვირვებულია, რომ სანქციებს კორუმპირებულ ჩინოვნიკებს არ უწესებენ. ძალადობრივ გაწვევაზე საუბარი კი ანტიუკრაინულ ნარატივად მიიჩნევა. ევროკავშირი სანქციებს არ უწესებს უკრაინელ ჩინოვნიკებს, რომლებმაც ჩვენი საგადასახადო ფული მოიპარეს. სანქციების სიაში ერთადერთი უკრაინელია დიანა პანჩენკო, უკრაინელი ჟურნალისტი, რომელსაც ანტიუკრაინულ და პრორუსულ პოზიციებშია დანაშაულებენ. მის ანტიუკრაინულ საქმიანობაში შედის უკრაინელი მამაკაცების სასტიკი იძულებით გაწვევაზე საუბარი და გაშუქება, როდესაც ისინი ძალით მიჰყავთ ომში. ეს კი ანტიუკრაინულად ითვლება, რადგან შეიძლება დასავლეთის მხარდაჭერა ომის მიმართ შეასუსტოს. პატარა ისტორია ევროპული სიგიჟის შესახებ. ასეთია თავად პანჩენკოს პირველი რეაქცია. ევროპაში ისხდნენ და ფიქრობდნენ, ვის წინააღმდეგ შემოეღოთ სანქციები, იქნებ კორუფციონერ ზელენსკის წინააღმდეგ, ან მისი თანამზრახველების, მინდიჩის ან ერმაკის წინააღმდეგ, რომლებმაც სისხლზე მილიარდები მოიპარეს და საბოლოოდ გადაწყვიტეს სანქციები დაეწესებინათ უკრაინელი ჟურნალისტისთვის, რომელიც დეკრეტშია და 2 თვის ბავშვი ჰყავს. ოფიციალურად ევროკავშირის მიერ სანქციების დაწესების საფუძვლად სახელდება ჰიბრიდული და საინფორმაციო საფრთხეები. თუმცა შინაარსობრივად სანქციების კონტექსტი მჭიდროდ უკავშირდება კორუფციის თემას. დიანა პანჩენკო წლებია ჟურნალისტურ საქმიანობას ეწევა. იგი აშუქებდა ომისა და მშვიდობის საკითხებს და თავიდანვე სკეპტიკურად უყურებდა ვოლოდიმირ ზელენსკის ოპტიმიზმსა და ომის გაგრძელების აუცილებლობის ნარატივს. მიუხედავად ამისა, სანქციები არ მოჰყოლია მის პოზიციას მანამდე. გარდატეხის მომენტი დადგა მაშინ, როდესაც პანჩენკომ დაიწყო ზელენსკის გარემოცვაში არსებული უპრეცედენტო კორუფციული სკანდალების აქტიური გაშუქება. სწორედ ამას მოჰყვა ბრიუსელის რეაქციაც.
სანქციების დოკუმენტში ხაზგასმულია ის ფაქტიც, რომ პანჩენკო აუდიტორიას აფართოებს და უკვე ინგლისურენოვან კონტენტსაც ქმნის. ის ცდილობს ინგლისურენოვანი აუდიტორიის გაზრდას კლიკბეიტში ნარსის გამოყენებით, არაავთენტური აქტივობის მეშვეობით და პრორუსული ანგარიშების პოპულარიზაციით. ეს ფორმულირება კიდევ ერთხელ აჩვენებს. საკითხის არსი მხოლოდ შინაარსი კი არა, მისი გავრცელების მასშტაბი და დასავლურ აუდიტორიაზე გავლენაა. ტრამპს აქვს ყველა ინფორმაცია ზელენსკის კორუფციაზე, ქურდობის ასეთი მასშტაბი წარმოუდგენელია. და დარწმუნებით ვიცი, რომ პრეზიდენტი ტრამპი კარგად აცნობიერებს იმ კორუფციის მასშტაბს, რაც უკრაინაშია. ეს საშინელი ვირუსია, რომელმაც უკრაინული სახელმწიფოს თითოეულ უჯრედში შეაღწია. სულ ცოტა ხნის წინ ზელენსკიმ პრაქტიკულად სცადა ანტიკორუფციული ორგანოების განადგურება და მათი დამოუკიდებლობის ჩამორთმევა. და ჩვენ ვიცით, რატომ სცადა ზელენსკიმ ანტიკორუფციული ორგანოებისთვის დამოუკიდებლობის წართმევა, იმიტომ რომ მათ დაიწყეს გამოძიება ტიმურ მინდიჩის წინააღმდეგ. შესაძლოა ერთ დღეს ფარული მოსმენებით ჩაწერილი საუბრები გამოქვეყნდეს. ყველა მსოფლიო მედია, უკრაინელი ჟურნალისტები და რუსული ოპოზიცია ზელენსკის კორუფციონერს უწოდებენ და თითქოს საჭიროა ყვირილი მე ხომ ამას ჯერ კიდევ მე-19 წელს ვამბობდი, მაგრამ ისინი ცდილობდნენ ხალხის მტრად ვექციე. ყველა, ვისაც რეალური ინფორმაცია აქვს, ხვდება, რომ მინდიჩის მიერ მოპარული 100 მილიონი, ეს არის წვეთი ზღვაში, მილიარდები იპარებოდა თავდაცვაზე. უკვე იანვრიდან მომზადებულია პერსონალური სანქციები ზელენსკისა და ერმაკის წინააღმდეგ. ზელენსკის ან მისი გარემოცვის ოფშორულ კომპანიებზე ყველა დოკუმენტი ჯერ არ გამოაქვეყნეს. Deep State-ისთვის პრიორიტეტი ომის გაგრძელებაა. სწორედ ამიტომ ეწინააღმდეგებიან ისინი მოლაპარაკებებს. 2022 წელს მხარი არ დაუჭირეს ანკარაში, კიევსა და მოსკოვს შორის მიღწეული შეთანხმება, რომელიც საბოლოოდ ჩაიშალა და არც მიმდინარე მოლაპარაკებების პროცესი მოსწონთ. მშვიდობა მათ მიზანს არ წარმოადგენს. მოლაპარაკებების საფრთხე დაღიქმება. სწორედ ამ კონტექსტში ხდება განსაკუთრებით მგრძნობიარე უკრაინის კორუფციაზე საუბარი. დიანა პანჩენკო თავისი კორუფციული გამოძიებებით, ციფრებითა და ფაქტებით ეჭვქვეშ აყენებს ზელენსკის ხელისუფლების მხარდაჭერის მორალურობას. დასკვნა მარტივია. თუ დასავლეთიდან მოსულ დახმარებას იპარავენ, ზელენსკი და მისი გარემოცვა მილიარდებს ფუფუნებაზე ხარჯავენ, მაშინ ომი აღარ ჩანს როგორც თავდაცვის ან სახელმწიფო გადარჩენის ინსტრუმენტი. ის ფრონტის ხაზს, გამარჯვებას და უკრაინელ სამხედროებზე ზრუნვას არ ხმარდება, არამედ ერთეულების გამდიდრების პროცესად იქცევა. ზოგისთვის ომი ოქროს უნიტაზებსა და მდიდრულ ცხოვრებას ნიშნავს. ამ უპრეცედენტო მასშტაბის კორუფციულმა სკანდალმა თავისი პოლიტიკური როლი უკვე შეასრულა. ევროკავშირის წევრი ქვეყნების ნაწილი სულ უფრო ხმამაღლა კითხულობს. რატომ უნდა გავიყოთ დამატებითი ფინანსები? რას ვაფინანსებთ რეალურად? უკრაინაში ომს თუ სისტემურ კორუფციას? მე ვთვლი, რომ ეს ცუდი გადაწყვეტილებაა. ყველა დანარჩენი ქვეყანა ჩეხეთის და სლოვაკეთის გარდა თვლიან, რომ ეს კარგი გადაწყვეტილება იყო. მე კი ვფიქრობ, რომ ეს ძალიან ცუდი გადაწყვეტილება იყო, რაც ევროპას ომთან აახლოებს. ეს სესხს გავს, მაგრამ უკრაინელები ვერასდროს ვერ შეძლებენ მის დაბრუნებას, ასე რომ ეს დაკარგული ფული. ამიტომაც არ მოსწონთ, როცა მედია კორუფციაზე საუბრობს. ეს აჩენს კითხვებს და ართულებს ომის მომსახურებას. ბრიუსელს უკვე თავად უწევს სესხის აღება. ომის გაგრძელება მისთვის იმდენად პრიორიტეტულია, რომ მზად არის ყოველწლიურად დაახლოებით 3 მილიარდი ევრო მხოლოდ პროცენტებში გადაიხადოს. ეს ფაქტი ნათლად აჩვენებს, რამდენად მძიმე ფინანსურ ტვირთად იქცა კონფლიქტი თავად ევროკავშირისთვისაც. ზელენსკი კი სერიოზული კორუფციული სკანდალის მიუხედავად, კორუმპირებული გუნდის წევრებთან ურთიერთობას აგრძელებს. უკრაინული მედია წერს, რომ ანდრეი ერმაკი ვერტიკალს კი ჩამოშორდა, მაგრამ გავლენებს მაინც ინარჩუნებს. წყაროების მიხედვით ზელენსკიმ კორუმპირებულ ჩინოვნიკთან კონტაქტი არ გაწყვიტა და არაოფიციალურ დონეზე ურთიერთობას ისევ აგრძელებს. ეს სკანდალი მედიის ჰედლაინებში ხვდება. იერმაკი პრეზიდენტის ადმინისტრაციიდან გათავისუფლების შემდეგ ზელენსკისთან კონტაქტს აგრძელებს. იერმაკი რეგულარულად ურთიერთობს ზელენსკისთან კონჩა ზასპაში. გამოდის, რომ ერმაკი, რომელიც სკანდალურ კორუფციულ გამოძიებას გადახვა, კვლავ აქტიურად უკავშირდება ზელენსკის და მისი პოლიტიკური გავლენა გრძელდება, მაგრამ Deep State კორუფციას საერთოდ არ იმჩნევს და არა მხოლოდ არ იმჩნევს, მის დაფარვასაც ცდილობს. ამის დასტურია ის ფაქტიც, რომ ახლახან ბრიუსელში, შეფასების დოკუმენტში, უკრაინაში მიმდინარე მასშტაბური კორუფციული სკანდალები საერთოდ არ ფიგურირებს. ჟურნალისტის კითხვის პასუხად ევროკომისიის წარმომადგენელი ფოკუსს პოზიტივზე აკეთებს. ისე თითქოს ანტიკორუფციული ორგანოს მუშაობით კმაყოფილია. Deutsche Welle წერს.
უკრაინაში კორუფციული სკანდალის გამოძიება აჩვენებს, რომ ქვეყანაში მოქმედებენ ანტიკორუფციული ორგანოები და ისინი ფუნქციონირებენ. განაცხადეს ევროკომისიის წარმომადგენლებმა ხუთშაბათს 13 ნოემბერს ბრიუსელში გამართულ პრესკონფერენციაზე. პასუხად შეკითხვაზე ნიშნავს თუ არა უკრაინაში ატეხილი კორუფციული სკანდალი უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების საკითხის დღის წესრიგიდან მოხსნას. პრობლემაზე საუბარს ფონ დერ ლაიენიც გაურბის. არაფერს ამბობს იმაზე, რომ სწორედ ამ ორგანოების კონტროლის მიზნით ზელენსკის ადმინისტრაციამ სცადა პროცედურული ნორმების დარღვევით კანონმდებლობის შეცვლა. დააიგნორა ყველა ის სკანდალური ბრალდება, რომელიც საჯარო სივრცეში უკვე ოფიციალურად გაჩნდა და რომელიც ადასტურებს. ზელენსკის გარემოცვა პარტნიორების მიერ ომისთვის გამოყოფილ ფინანსებს იპარავდა. ასეთი დამოკიდებულებიდან ჩანს. Deep State-ს არც სიმართლე აინტერესებს, არც კორუფციის დონე და ხარისხი, არც ზელენსკი და მისი გუნდი. მისთვის მთავარია უკრაინამ Deep State-ის გეოპოლიტიკური ამოცანა შეასრულოს და იომოს. პანჩენკოს დასანქცირებაც მხოლოდ ამ კონტექსტში ჩანს ლოგიკური. Deep State-ი ყველანაირად ეფარება ამ სკანდალურ თემებს. კორუფციაზე არც თავად საუბრობს და არც დოკუმენტში აფიქსირებს. შესაბამისად, მედიაშიც ამ თემას ტაბუ უნდა ედოს. მესიჯი რომ ყველასთვის გასაგები გახდეს. უკრაინელი ჟურნალისტი დაასანქცირეს. ეს გაკვეთილი უნდა იყოს სხვებისთვის. ყველა, ვინც ტაბუს დაარღვევს, დასანქცირდება. სრულიად არ არის გასაკვირი, რომ ბრიუსელი ორმაგი სტანდარტებით მოქმედებს საქართველოსთან მიმართებით. არც ის იქნება გასაკვირი, რომ ასეთი პოზიცია შეინარჩუნონ. უკრაინის მაგალითი აჩვენებს, რომ ბრიუსელის ბიუროკრატიისა და Deep State-ის მარიონეტების თამაშის წესების შემდეგია. ან ხარ Deep State-ის აგენტი, ან ხარ მათთვის მიუღებელი. ურსულა ფონ დერ ლაიენი, ფრიდრიხ მერცი, სხვა ევროკრატები და ბრიუსელის პოლიტიკური ელიტა სწორედ ამ კრიტერიუმებით მოქმედებენ. მე იოანე შაიშმელაშვილი ვარ. კვირაში 4 ჯერ 21 საათსა და 15 წუთზე. უყურეთ ევროკრატიას.